მებით შემოძვირთოს მსვენელებო და მეგობრებო, დღეს ამ ვიდეოში მე თქვენ წარმოგიდგენთ გუშინდელი ვიდეოს გაგრძელებას. ისმაილ პერესი სტუმრობს ერთ-ერთ შოუს, ემილიო ორტიზის შოუს და ჩაწერა მიდიოდა კითხვა-პასუხების მიხედვით. ემილიო წამყვანი ეკითხებოდა ისმაილ პერესს, რაც აინტერესებდა იმ საკითხებთან დაკავშირებით. მაშ დავიწყოთ. წამყვანი, თქვენ ახსენეთ, რომ ეს არსებები იყენებდნენ მზის კარიბჭეს. დღეს კი მზეზე ხდება ბევრი რამ, მათ შორის მასზე ხდება მზის გვირგვინის მასიური ამოფრქვევა, ხო? აფეთქებები და ასე შემდეგ. მე მინდოდა დამეკავშირებინა ეს, რომ მზეც ახდენს ზეგავლენას დედამიწაზე. პერესი, ყველაფერი ურთიერთდაკავშირებულია. ჩვენი მზე ცოცხალი არსებაა და ურთიერთობს დედამიწასთან. და ახლა მზეც განიცდის გადასვლის პერიოდს. მზის პოლუსები გადაადგილდებიან, ესე იგი მზეც გადადის ევოლუციის შემდეგ საფეხურზე, ის იქცევა თეთრ მზედ, ასე რომ მზესაც აქვს ევოლუციის ეტაპები, როგორც ჩვენ. რადგან დედამიწა შეიქმნა მე-12 განზომილებაში, რომელსაც ჩვენ ვუწოდებთ საწყის სიანს, ანუ საწყის დედამიწას, მიწაც კი იგდებს თავის სიხშირეს. აქ საუბარია არა მხოლოდ ჩვენ აღმავლობაზე, არამედ დედამიწის აღმავლობაზე. ახლა, რადგან ყველაფერი დაკავშირებულია ციკლებთან, ჩვენ ვახლობდებით დასასრულს. მზე იწყებს კაპრიზობას. მზე ღებულობს ენერგეტიკულ ამოფრქვევებს galaktikis ბირთვიდან, ცენტრალური მზისაგან, ჩვენი galaktikისა. შემდეგ კი ეს ენერგეტიკული სხივები ვარდებიან ჩვენ პლანეტაზე და ეს საბოლოოდ იწვევს მთელი სიცოცხლის განახლებას. ამდაგვარად მოლეკულარულ და უჯრედულ დონეზე ყველაფერი იცვლება. მცენარეები, ცხოველები, ადამიანები, ჩვენ განვიცდით მუტირებას, ვიცით ჩვენ ეს თუ არა, გრძნობთ ჩვენ ამას თუ არა და ეს პროცესი ხდება ყოველი 24-25 წელიწადში ერთხელ. არის კიდევ ერთი რაღაც, რასაც უწოდებენ ფოტონურ სარტყელს, რომელიც კარგად მაპატიეთ და რომელიც არის მაღალ სიხშირიანი გამოსხივება და ასწორებს ჩვენი მზის სისტემას. ჩვენი მზის სისტემის სისტემა S-ის ხო ყოფილა ასეთი სისტემა, მზის სისტემა, ჩვენი მზის სისტემაზე ყოფილა სისტემა S. ეს არის galaktikuri ბირთვი. 65,000 ციკლის დროს ჩვენი სისტემა, ჩვენი მზის სისტემა ჩამოყალიბდა და ჩვენი მზის სისტემა შედის ფოტონურ სარტყელში, რაც იწვევს სიხშირის და გამოსხივების მომატებას, რაც იწვევს კორონარული მასების ამოფრქვევის მომატებას. galaktikაში თვალყურს ადევნებენ
ამ რაოდენობას, რომ ზედმეტი ნაკადი მზის სამოფხვევისა არ მოხდეს დედამიწაზე და არ გაანადგუროს ყველაფერი ცოცხალი. მე ამას თქვენ გიყვებოდით ერთ-ერთ ვიდეოში, სადაც პერესი ხსნიდა თუ რატომ აკავებენ მზის ნაკადებს უცხო პლანეტელები, galaktikuri ალიანსის წარმომადგენლები. იმის გამო, რომ მზის ამოფრქვევები ჩვენ ახლა ბომბავენ, იმის გამო, რომ ჩვენი მზე ძალიან აქტივირებულია, ძალიან აქტივირებული, კი არა, ძალიან აქტიურია, გაჩნდა უსალმაზარი ხვრელი. ხო, აგერ რა ხვრელი აქაც ახსენა. მზის ხვრელი. რომელიც ახლა ეს ხვრელი უახლოვდება მიწას. რომ მათ არ ჩაეტარებინათ მოდულაცია სიხშირეებისა, რომლებიც ჩვენზე მოქმედებენ, ამას ყველაფერს შეეძლო გამოიწვია სერიოზული შედეგები, კატასტროფები, მთელი სიცოცხლის მოსპობა. ჩვენ საუბრობთ ელექტროდენის სრულ გათიშვაზე. შეხომ იცი რომ ყველაფერი ითიშება და galaktikები ელოდებიან თუ ჩვენ როდის მივახცევთ საჭირო დონეს და მათ სჯერათ რომ ეს მოხდება ამ წელს. სურვილი აქვთ რომ მოხდება. ახლა დაზუსტებით არავინ არ იცის პირველი ეტაპი გადასვლისა როდის მოხდება. ამისთვის საჭიროა როგორც მე თქვენ წინა ამ ვიდეოს პირველ ნაწილში კი არა, ამის წინა ვიდეოში მე გითხარით უბრალოდ პერესმა თქვა რომ საჭიროა კრიტიკული მასის დონის მიღწევა, როდესაც ეს მოხდება მაგნიტივით გადაისროლება ყველა ის ადამიანი, ვინც ექვემდებარება ამ პირველი ეტაპის სიხშირეს. ჩვენ არავინ არ მოკიდებს ხელს და არცაც წავთ დედამიწაზე. დედამიწაზე იარსებებს ყველა განზომილების დონე. პირველ ეტაპზე მესამე განზომილებაც იარსებებს, სანამ ყველაფერი არ დალაგდება. შემდეგი ეს მესამე განზომილება გაქრება აქვს ნათქვამი ისმაელ პერეს. თუ ადამიანების რაოდენობა შეძლებს ამ ენერგიის გაერთიანებას, მაშინ გარეთ აფეთქებების მაგივრად ან კატასტროფის მაგივრად მოხდება შიდა ტრანსფორმაცია. თუ ამას აქვს აზრი, ჩვენ განვახტებით, ხო და ახლაო ისინი მოდულირებას უკეთებენო ამ ამოფრქვევას, რომ შემდეგ გაერთიანონ ენერგიები. მე მითხრესო, რომ პლანეტაზე არიანო ხალხი, რომლებიც ჩაატარებენ სულიერ სამუშაოს, თავიდან მოიცილებენ ტრამეს, ჩაატარებენო შიდა სამუშაოს და ახლა ისინი არიან გამოფხიზლებულები. ისინი აერთიანებენ ახალ ენერგიებს და ამიწებენ მას ახალ ენერგეტიკულ ბადეში, დედამიწის ენერგეტიკულ ბადეში. ისინიც არსებობენ სხვა რეალობაში და ზუსტად ისინი
ამაღლდებიან პირველები. ეს არ ნიშნავს, რომ ისინი გაქრებიან. ჩვენ არსად მივდივართ. ჩვენ უბრალოდ გადავდივართ მიწის სხვა ფენაში, მიწის სხვა დონეზე, რომელიც არსებობს სხვა განზომილებაში, როგორც მე ხარ თქვენ გითხარით. ისინი იქნებიან ჩვენთან ერთად. ისინი იარსებებენ ჩვენთან ერთად, მაგრამ მიიღებენ ცდომას მეხუთე განზომილებისა. ეს კი იმას ნიშნავს, რომ ისინი შეიძენენ უნარებს, ისინი გაუღებენ კარს მეორე ჯგუფს, ანუ ტალღის მეორე ეტაპის გადამსვლელებს. მეორე ჯგუფში შედიან დარჩენილი ვარსკვლავური თესლები, რომლებსაც უწოდებ ძველ სულებს. და ახლა პლანეტა იმყოფება 90 მაბადეთ, არა, ახლა პლანეტაზე იმყოფებიან 80 მეომარი ძველი სულები, რომლებიც შეადგენენ მოსახლეობის იმ ნაწილს, რომლებიც შედიან ამ ძველი სულების რაოდენობაში. მაბადეთ, ეს უჯრედული რვეულია და წელ ყოველ ხაზზე. და ამიტომ ზოგ შემოკლებით წელ, რომ ადგილი ბევრი დამჩეს. შემდეგ კი სიჩქარეში ჩხაპნი. არა, საერთოდ კალიგრაფია ნორმალური მაქვს ქართულში, მაგრამ სიჩქარეში იჩხაპნება და ჩემი ნაწილი სამოკითხვა მიჭირს. თან ახლა ისევ დაქვეითებული მაქვს. მაბადიეთ, მიზეზები შეიძლება ბევრი იყოს, მაგრამ მე თავს არ ვიმართლებ. ვისაც მოგთონს მოსმენა, მომისმინეთ, ვისაც არ მოგთონს, ნუ მისმენთ. თუ რეზონირებს, მოისმინეთ, თუ არ რეზონირებს, შეგიძლიათ არ მოусმინოთ, ეს თქვენზეა დამოკიდებული. თქვენი გული რას გიკარნახებს. მე თქვენ უბრალოდ გაცდით ინფორმაციას და მაბადიეთ, თუ წამყვანის ნიჭი და უნარი არა მაქვს, მაგრამ მე მგონია თათ ისე არულათაც არ ვამბობ, რომ ვინმე არ გაიგოს ჩემი ნათქვამი, ხო? არა, მე არ წეს არაფერი პირიქით. მეც ასეთი რეაქცია მექნებოდა მაგალითად. ხდება, რომ შვენივრად ყვებიან, შვენივრად გადმოსცემენ ვიდეოში ტექსტს, მაგრამ ჩემ სულთან არ რეზონირებს და მაღიზიანებს. როდესაც თქვენ გაღიზიანებთ რამეს, იგი არ რეზონირებს თქვენ გულთან, თქვენ სულთან. ამიტომ ნუ დააძალებთ თავს. იმიტომ რომ გაღიზიანება იწევს ვიბრაციების დაგდებას. არა, საერთოდ ცხოვრებაში ნურაფელს დააძალებთ თავს. ეს ნიშნავს საკუთარი თავის გაპატიურებას. ნუ აპატიურებთ თქვენ საკუთარ თავს. არ გინდათ, არქნათ. ნუ ჩავარდებით ისეთ მდგომარეობაში, რომ თქვენი ვიბრაციები დაიწიოს რაღაც ნეგატიური ემოციების გამო. ხო, პირველ რიგში იზრუნეთ თქვენი ენერგეტიკული დონის შესანარჩუნებლად. ესა თავარი. თქვენ თუ სულიერად ჯანმრთელები არ იქნით, თქვენ სხვასაც ვერ დაეხმარებით. მეორე ტალღის დროს, რომელიც დაიწყება რამდენიმე თვეში პირველი ტალღის შემდეგ, ყველა დანარჩენები ძველი სულები მიიღებენ საშუალებას გადავიდნენ ძველ მიწაზე. ეს კი თავის ხრივ გამოიწვევს მესამე ტალღასაც, გადასვლის მესამე ტალღა იგულისხმება. გამოიწვევს გადასვლის მესამე ტალღას. და მესამე ტალღაში
მიიღებენ მონაწილეობას კაბალისტები, რომლებიც იმისთვის მზად იქნებიან, რომ ეს მოიმოქმედონ. როდესაც გადასვლა მოხდება, ეს სამი დროის ხაზები გაიყოფიან ყველაფერი ნეგატიური, ყველაფერი ნეგატიური, რაც კი არის ამ რეალობაში, მიატოვებს არსებობას. ახალ რეალობაში დედამიწაზე ყველაფერი შეიძლება იმ დონემდე, რომ ნეგატიური ნაკადი გადავა ტექნოგენურ ხაზზე. პოზიტიური ორგანული ხაზი გადავა ცალკე დინებაში. და ამ რეალობაში ჩვენ ისევ ვიქნებით შეერთებული ქსელს, რომელიც არის ცოცხალი ქსელი. ყველაფერი გამდეს იქნება იმას, რაც ხდება ავატარში. იქნება ტელეპათია, ტელეკინეზი და ასე შემდეგ. წამყვანი ეკითხება. თქვენ ამბობთ, რომ ეს ყველაფერი მოხდება წელს? კი, პერესი ამბობს. მეც ვარ მოწმე, მე გადამითარგმნია, რომ იმედიაო, რომ წელს მოხდებაო. უნდა მოხდესო კანონით წელსო, მაგრამ ესეც ზუსტად არავინ იცისო. ესე ზამატა. მას მოდით ნახოთ რა უპასუხა პერესმა ამ კითხვას. როგორ უპასუხა ამ კითხვაზე. გახსოვთ, მე გითხარით, რომ ანუ ნაკებმა დააწესეს დროის ხაზი რეალობისა რეალობითი კონტაქტისა და ახლა ახლა დროის დინებით და საიდუმლო ჩანაწერების თანახმად, რომლის მიმართ მე მქონდაო წვდომა, ეს რეალობების კონსტრუქცია მიატოვებს არსებობას. ანუ მოდით მე ამას კიდევ თავიდან წაგიკითხავთ. გახსოვთ, მე გითხარითო, რომ ანონაკებმა დააწესეს დროის ხაზი დროის ხაზის რეალობის კონსტრუქცია, კონტაქტი კი ამის შესწრებით კონტაქტი ვთქვი. და ახამდელი დღის დინებით და საიდუმლო ჩანაწერების თანახმად, რომლის მიმართ მე მქონდაო წვდომა, ეს რეალობების კონსტრუქცია მიატოვებს არსებობას 2028 წელს. ტექნიკურად ჩვენ გვაქვს 2 წელი სანამ ეს მოხდება. მაგრამ ეს შეიძლება მოხდეს მანამ. კულისებს მიღმა. ბევრი რამ ხდება. ხო, ესე იგი შეიძლება მოხდეს ამ წელს, 26 წელს. შეიძლება 27 წელს მოხდეს, შეიძლება 28 წელს, მაგრამ ამ ანონაკების დაყენებული კონსტრუქციის ვადა იწურება 2028 წელს. მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ წელს შეიძლება არ მოხდესო პირველი ეტაპი გადასვლისა. მიმატებული ან გამოკლებული 2030 წლისთვის. კონსტრუქცია, ანონაკების დაყენებული კონსტრუქცია რეალობისა, როგორც ჩვენ ვიცნობთ, ანუ მატრიცა მიატოვებს თავის არსებობას. ხო, პლუს მინუს 2 წელი, 28, ხო თქვა, პლუს მინუს 2 წელი შეიძლება დაემატოს 29-30 წელი, მაგრამ შეიძლება მოხდეს წელს, შეიძლება მოხდეს მომავალ წელს. დაზუსტებით ეს არავინ იცის, რადგან მე როგორც მან თქვა და მეც ვიმეორებ, ეს იმასია დამოკიდებული, კი, კონსტრუქციას ვადა ეწურება, მაგრამ ამას არ აქვს მნიშვნელობა, თუ კრიტერიუმი კრიტიკული მასისა დონეზე ავიდა, საჭირო დონეზე, ეს მოხდება იმ დროს, პირველი გადასვლა. მაპატიეთ რომ მეორდები, მაგრამ მე მინდა რომ
თქვენ გაიგოთ ხო რადგან ზოგჯერ ჩემი საუბარი არის მის კარგად თან უკრიბობა ემატება ამას და ამიტომ მეორდები ხოლმე მე ყოველი მიიღებს გადაწყვეტილებას დარჩება თუ არა ორგანული დროის ხაზზე ანუ ხალხს ექნება არჩევანი ვისაც უნდა ტექნოგენურ ხაზზე გადასვლა ისიც გადავა იქ მოხდება უფრო სწორად და რას ნიშნავს ეს იმიტომ კი არა დაუშვათ მე მინდა ტექნოგენური ხაზი ამას სიტყვაზე გადავა არა ყოველი ადამიანი ცხოვრობს როგორც მას უნდა ხო როგორც მე თქვი ერთ-ერთ ვიდეოში ზოგი ჩაბლულია ინტერნეტში 24 საათი ნუ მე არ გულისხმობ სამუშაოს გამო არა სამუშაოს არ გულისხმობ მე გულისხმობ უბრალოდ თამაშებს აი მუშაობენ ინტერნეტით არის თვითონ ფასიანი თამაშები რომელსაც გერიცხება ფული ვითომ მაგრამ მე დაწუნდი რომ ეს არის მახე ერთი პერიოდი მე ვეძებდი ინტერნეტის სამუშაოს და რუსულენოვან მაშინ შევედი საიტში სადაც შეიძლება ეს სამუშაოები მოძებნო იქ იმდენი მახეებია იქ იმდენ რაღაც თხოვენ ფაქტიურად შენ 2 კაპიკის გულისა მთელი დღე უნდა იყო ჩამდრალი თან ყველა ისეთ ამოთანებს დაგაკისრებენ რომლის შესრულება არის შეუძლებელი და რისკენა ეს ყველაფერი მიმართული რომ თქვენ წაგართვან დრო რომ თქვენ წაგართვან ნერვები რომ თქვენ გაგხადონ აგრესიულები და შემდეგ მე რომ მივხვდი თან არის ერთი ასეთი სამუშაო კომენტარების დაწერა ტექსტების დაწერა და შემდეგ ავარკვიე რომ აი ჩვენ რომ ახლა რეკლამებს გვაჩვენებენ ხოლმე ხო როდესაც უყურებთ რამე ვიდეოს და ბოდიში და ჩააკვეხებენ რამე რეკლამას იქ ხომ ტექსტებია მოყვანილი მაგალითად პლეიზე Google Play-ზე არის ბევრი საიტები არის როგორც მაგალითად მაგთიხსელი ბილაინიხსელი სილქრენტიხსელი ხო უნდა გადმოკაჩო თუ გინდა იმის მიხედვით თუ რა ოპერატორს ემსახურები ხო და ასე ვთქვათ პრილაშენიეს უწოდებ მე ქართულად არ ვიცი აპლიკაციები კაი იყოს აპლიკაციები ასეთ ბევრ აპლიკაციებში არის მოყვანილი მომხმარებლის აზრი დაწერილი უფრო სწორად აი ასეთი ტექსტები უნდა წეროთ ჯერა არ ჯერა უნდა დაწეროთ დადებითი ტექსტები აი ასეთ აპლიკაციებში გაიძულებენ დაწეროთ დადებითი ტექსტები ხო და მე მივხვდი რომ არანაირი ფულის შოვნა არ ხდება ინტერნეტში ისე ადვილად თან ფეისბუქზე მიდოდა ფასიანი გამეხადა ნუ ხელფასი ამეხო რა ფეისბუქზე ხო თავაზობენ სულ რომ თქვენ შეგიძლიათ ფული გააკეთოთ და თურმე ერიცხება ყოველი ლაიქის გამო ვინ შედაგილაქებს 1 ცენტი არადა ვინც თუ ფასიანია დაუშვათ აკაუნტი და შენ ფასიანი ლაიქი მოგცეს მან უნდა გადაიხადოს საცხა 2 დოლარამდე რაცხა დოლარი და 88 ცენტი და მე არ მესიამონა არ მომეწონა ეს ჯერ ერთი ის რომ მე ჩემი მდგომარეობიდან გამომდინარე რომ მე მეხმარება მთავრობა მაქვს სოციალური და მე რომ ეს დავაფიქსირო ღიად 1 ცენტის გულისა თან ფასია ლაიქებს საქართველოში
ვინ დადებს ხალხი გაჭირვებულია, ხო? და თან მომთხოვეს ნალოგავაა. საგადასახადო საბუთი. ხა მე რომ მუშაობდე და მე რომ რაღაც ბიზნესი მქონდეს, კიდე მესმის საფუთი მექნება. ახლა 1 ცენტის გულიზა ღირს ამ საგადასახადო საბუთის გაკეთება, როდესაც შენ გარჩენს თავრობა და გაქვს სოციალური და უფასო სამედიცინო გამოკვლევები, რაღაც ანალიზები, ხო, უფასო. შეხედეთ რამდენი მახედენა ინტერნეტში. ხალხო არ დაუჯეროთ, რომ სადმე შეიძლება იოლი ფული შოვნა. არ დაიჯეროთ. არა. ეს არის მახე. იმისთვის რომ ჩვენ გავგჭედონ ამ ციფრულ რეალობაში. კარგით, მოდით გავაგრძელოთ. ხო, ესე იგი, თუ ადამიანი იქნება ჩათრეული ტექნოგენურ ან ნეიტრალურ ხაზზე, ის დასაკვირველია ჩათრეულიო სპეციალურად კი არა ადამიანი გადადის, ახლა მე რო გითხარი. ასეთი ადამიანები იქნებიან ჩათრეული ტექნოგენურ ან ნეიტრალურ ხაზზე. მაგნიტივით. რა დონეზე ხარ რისკენ მიისწრაფები, როგორი ცხოვრობდი, ამის მიხედვით მაგნიტივით გადაგისროლენ, მაგნიტი მიგისიდავს, ან ტექნოგენური ხაზის მაგნიტი, ან პოზიტიური ხაზის მაგნიტი. რასაც დათესავთო, ესე იგი იმას მოიმკითხო, ასე გამოდის. წამყვანი. თქვენ ახსენებთ ინფორმაციის გახსნა, რომ ხდება პირდაპირ ახლა ელექტრონული ფაილების გამოქვეყნება, იყო თუ არა რამე უცხოპლანეტარული ჩარევა იმაში, რაც ხდება. აქ იგულისხმება ეპშტეინის ფაილები. პერესი. კურდღლის სოლო, რომლისკენ მივყავართ, ამ ფაილებს აქვს ბევრი განშტოება. დიახ, და ეს გახდება კატალიზატორი, რომელიც მიიყვანს ადამიანს გამოღვიძებამდე და მასეც ხდება. თურმე ის ხალხი, რომლებიც იყვნენ დაკავშირებული ამ ფაილებთან, იყვნენ კავშირში გამოყოფილ ჯგუფებთან, როგორც მაგალითად შავი ფლოტი კოსმოსში. ისინი აშენებდნენ უზარმაზარ მიწისქვეშა ქალაქებს, სადაც ლაბორატორიებში ზრდიდნენ არალეგალურად ბავშვებს, რათა თავისუფლად გაეკეთებინათ ბავშვების მიმართებაში ის, რასაც საერთოდ ადრე უკეთებდნენ გატაცებულ ბავშვებს, მაგრამ რადგან გატაცებული ბავშვები ფიქსირდება, ლაბორატორიაში გამოყვანილ ბავშვებს არავინ დააფიქსირებს, არავინ მოიძებნიებს და ყველაფერი რაც მოესწრებათ, ყველაფერს გააკეთებენ და აგრეთვე ბავშვებით მზადდება ადენოქრომი. ამ სიტყვას მეორედ არ გავიმეორებ, რომ არ დამბლოკონ. როდესაც გეტყვით ადენო მიხვდით, ისედაც მიხვდით. უნდა მიხვდეთ. რა არის ეს? ეს არის უბრალოდ როგორ მზადდება. ბავშვებს აწამებენ, როდესაც აწამებენ, სისში გამოიყოფა ეს. მხოლოდ ბავშვების წამებისას. და ამას ყიდულობენ ადამიანებიც კი გოლივუდის ზოგი ვარსკვლავი, რომ ახალგაზრდობა შეინარჩუნონ. ამას ყიდულობენ პაპები, მასონები, სატანისტები. ყველა და მე მაქვს ერთ ვიდეოში ნახსენები ბაფომედი, რომელიც ნარკომანი იყო. ამის მიმართ ჰქონდა მიდრეკილება და ის დაიჭირეს galaktikurma სასამართლომ. ეს 4 წელი კია გასული, მე მგონი. და სიკვდილით დასაჯეს. თვით
დრაკონელი იყო ის ბაფომეტი, დრაკონელი და თვით დრაკონელებმაც კი ზურგი აქციეს მას, რადგან მას მიიჩნევდნენ სამარცხვინოდ. იქ მაგათთან კიდე ძალიან მკაცრი კანონებია დრაკონელებში. და ამ ბავშვების კლონირებას ახდედნენ, ანუ ყველა ერთნაირი ბავშვები. მაგას მას შექმნეს კლონირების ცენტრი, ჰოლივუდის ცნობილი ხალხი, ყველა 99%-მდე ყველა არიან კლონები. ხო, ხა ჩამოგითვლით ზოგ სახიობს, რომელსაც ამბობენ, რომ კლონებია. თუ გამახსენდა ყველას გვარები. ეს არის ტომ კრუსი, ეს არის ერთი ქალბატონი, გვარის სახელი არ მახსოვს. ეს არის აი არ მახსოვს გვარები, მაგრამ ბევრი ცნობილი ჩვენთვის და წარსულში საყვარელი მსახიობები ისინი არ არიან ნამდვილი ადამიანები. ყველა პოლიტიკოსები კლონები არიან, ან ყავთ კლონები ყავთ ყველა პოლიტიკოს. ამერიკაში, დიდ ქვეყნებში, ბრიტანეთში, რუსეთში, მაგრამ საქართველოში არ გამიკვირდება თუ ვინმე კლონი აღმოჩნდა, ან ორეული ვინმეს. კლონს კვტარი თვალები აქვს. თუ ადამიანს, ცოცხალ ადამიანს უწყინავს თვალები, კლონს კვტარი ენერგია არ აქვს, ნაპრწკალი არ აქვს თვალებში. თითქოს რობოტივით გიყურებსო. უაცროთ. ყველა რელიგიურ მოღვაწეებსაც, როგორც გითხარით, ყავს კლონები, რომლებიც ხელისუფლებაში დგან არიან, მაგათაც ყავთ კლონები. მაგალითად, ზელენსკი, ახლა ზელენსკი რომა, ის არის მესამე. პუტინი რომა არის ორეული ორიგინალისა და ასე შემდეგ. ტრამპს ყავს ძალიან ბევრი კლონი, თვითონ კი დაცულია, რატომ და ბევრჯერ სცადეს ტრამპის მოკლა და შეგახსენებთ, რომ ეფთენის ფალებში ტრამპის გვარი რომაა ნახსენები. ესეც მე ერთ-ერთ ვიდეოში პერესმა მოყვა და მე წარმოგიდგინეთ, თუ როგორ დადიოდნენ წარსულში იმისთვის, რომ იქ ჩაესვათ ნეგატიური ტრამპი, იმისთვის, რომ ამ ნეგატიურმა ტრამპმა ნამდვილი ტრამპი ტალახით მოეცხო. ამით ბოლო 80 წლის განმავლობაში საქმე არ არის მხოლოდ კუნძულში, ან თუ რას უკეთებდნენ ბავშვებს. ეს ყველაფერი დაიწყო მანამ, სანამ შეიქმნებოდა ბავშვების ლაბორატორია. ამ ბავშვებს აგზავნიან კოლონიებში, დედამიწის ფარგლებს მიიღმა. ყიდიან მათ უცხო პლანეტელებზე, იმისთვის, რომ მათ ბავშვები გამოიყენონ, ან ზოგი უცხო პლანეტელები, ნეგატიური უცხო პლანეტელები ყიდულობდნენ ბავშვებს, ოღონდ ახლა არ ინერვიულოთ საკვებად. ეს უკვე რეალური მაგალითებია, რომლიც არსებობდა ადრე. და მე ხომ აქვს ერთ-ერთ ვიდეოში ნათქვამი, რომ კიბორგების ქარხნებია, სადაც ადამიანები კონტეინერზე კიდიან და რაღაც თავის ნაწილს იღებენ კიბორგებისთვის
დანარჩენი მიდის სად? ხო არ გადაყრია? საკვებად. და ბევრი რამ აქედან ხდებოდა იმისთვის, რომ შეექმნათ ხელოვნური რასა. კაცობრიობის შეცვლას კაცობრიობის შეცვლა სურდათ კაბალას ამ ხელოვნური რასით. იმისთვის, რომ შეექმნათ დამჯერი მოსახლეობა, მაგრამ ჩვენ საბედნიეროდ ცველების ალიანსმა და სამყაროს გალაქტიკურმა ფედერაციამ და ყველა მეგობრულად განწყობილმა უცხო პლანეტელებმა და მიწიერმა ალიანსმა ამ კაბალას გეგმებს და ჭრილოვან სახელმწიფოს გეგმებს შეუშალენ ხელი. ახლა მიდის ომი ცნობიერებისთვის და დროის ხაზებისთვის. ეს ომი მიდის მაქნების წინააღმდეგ, აგრეთვე მიდის ბრძოლა არაორგანული დროის ხაზების წინააღმდეგ. მესამე მსოფლიო ომი ხდებოდეს იქნება ისი არა როგორც ჩვენ წარმოგვედგინია არა ჭურვების მეშვეობით ან კონტინენტალური რაკეტების დახმარებით. ეს ომი მიდის ცნობიერებისთვის. ეს არის შემოწმება იმაზე, გაიხვიძებს თუ არა ადამიანების სახეობა, რაღაც სახეობის რაოდენობა, როდესაც მოხდება ამ სამი დროის ხაზების გაყოფა. მე მითხრესო, როდესაც ეს სამი დროის ხაზი გაიყოფა ცალკე რეალობებად, ეს მოხდება ცალკე რეალობებში და იარსებებს ეს ყველაფერი 1000 წელი. ამ დროის ამოწურის შემდეგ, ანუ 1000 წლის ამოწურის შემდეგ, ტექნოგენური და ნეგატიური დროის ხაზები ისევ გაერთიანდებიან ნეიტრალურ დროის ხაზთან. ანუ ნახა თქვენ უფრო კარგად აგიხსნით, როდესაც მოხდება გადასვლა ტექნოგენური, ეს ნეიტრალური და უბრალოდ ტექნოგენური და ნეიტრალური დროის ხაზები გაერთიანდებიანო ნეიტრალურ ხაზში, ანუ პოზიტიურ ორგანულ ხაზში 1000 წლის გავლის შემდეგ. და მოხდება ფინალური ბრძოლა ბოროტებასთან. და ეს ბოროტება ისევ ნეგატიური ხელოვნური ინტელექტი იქნება. იესო რომ ამბობდა 1000 წლის ბოლოსო ბიბლიაში რაც წერია, ხო, აი ეს ნაწილი რაც ეს 1000 წელთან დაკავშირებით წერია ბიბლიაში, თითქმის სწორია. გალაქტიკური წინასწარმეტყველების თანახმად ფინალური ბრძოლა იქნება არა ხორცთან, არამედ ნეგატიურ მაპატიეთ ბრძოლა იქნება ხორცთან კი არა, ნეგატიურ რეპტილოიდებთან კი არა, არამედ მაქნებთან. ანუ ამ 1000 წლის ბოლოს შეებრძოლებიან მანქნებს, ხელოვნურ ინტელექტს, როგორც მე ვთქვი. სატანა არის არქონტული არსებაო, რომელსაც თეოსოფიაში უწოდებენ არიმანს. არიმანი იყო კოსმოსური ინსტრუმენტის ნაწილი. ყოველთვის არიმანი დაეუფლა ლუციფერს მე-11 გაზომილებაში. ჩვენ კი ვართ მე-12 გაზომილების ქმნილებები. ჩვენში იგულისხმა ეს ვარსკვლავური თესლები და ნაწილი ჩვენამდე იყო მე-11 განზომილების ქმნილება. ჩვენ კი ვართ მე-12
განზომილების ქმნილება, ანუ სანამ დაეცემოდა დედამიწა, ჩვენ ვიყავით მე-11 განზომილებაში. დედამიწა იყო მე-11 განზომილებაში. აგრეთვე შეგახსენებთ, რომ დედამიწა არის კიდევ მერვე განზომილებაში. ბოლო ომი არის მანთან, რომელიც შეიძლება მილიონი ან მილიარდი წლები პრობლემებს უქმნიდა მულტისამყაროს იქ ზევით მექანიზმების დახმარებით, რომელსაც ჩვენ ვუწოდებთ უცხოპლანეტარულს. წამყვანი ეკითხება, თქვენ თქვით, რომ ატლანტიდა ან შემოკლებით მიტერი ხო, თქვენ თქვით, რომ ატლანტები იყვნენ პირველი ადამიანები და ჩვენ ამიტომ განავითარეთ ექსტრასენსური უნარები. ან განვავითარებთ ამას მომავალში, ხო? ვუბრუნდებით თუ არა ჩვენ პირველ ადამიანის გარეგნობას, პელესი. არის კიდევ 10 ჯაჭვი დნმ-ისა, რომელიც იქნა ამოღებული გენეტიკური ინჟინრებით. ეს ჩაიდინეს ენკიმ და ანუნაკებმა. ენკის ანუნაკი იყო, მაგრამ ენკი იყო ლიდერი. მაგათმა გათიშეს ეს ჯაჭვები. ადამიანს ხომ 12 ჯაჭვი აქვს დნმ-ის. 10 გათიშეს და 2 დაგვიტოვენ იმისთვის, რომ თლად არ მოხვდეთ. თლად ზომბებით არ ვიყოთ. ახლა კი კლავ აქტივურდება მზის ამოფრქვევის გამო ეს 10-ვე დარჩენილი ჯაჭვი, რომლებიც არიან არააქტიურ მდგომარეობაში. როდესაც ეს 10 ჯაჭვი დნმ-ისა ამუშავდება, გაჩნდება უნარები, როგორც ტელეკინეზი, ტელეპორტაცია, ტელეპათია, ლევიტაცია ეს არის რომ დაფრინა. რადგან მათ შეუძლიათ გრავიტაციული ძალის ნეიტრალიზება. იცით, მე მიყვარს მოყოლა თუ რომ ყველაფერი ფლობს ცნობიერებას. უნდა გვახსოვდეს, რომ ყველაფერი ცოცხალი ელემენტებიც, გრავიტაციაც კი ფლობს ცნობიერებას. მაგნეტიზმი ფლობს ცნობიერებას. როდესაც ჩვენ სრულად ვაცნობიერებთ ამას, ჩვენ ვიწყებთ წყობას, ურთიერთობას, სიმბიოტიკურ ურთიერთობას ელემენტებთან, გრავიტაციულ ველთან, როდესაც ჩვენ ვუერთდებით გრავიტაციულ ველს მაგნიტურ ველთან ერთად, რომელიც საბოლოოდ იქცევა სინგულარულ ველად. ანუ გრავიტაციული ველი იგივე მაგნიტური ველია. და როდესაც ჩვენ ამ ველს ვუერთდებით, ის იქცევა ჩვენ ველთან ერთად სინგულარულ ველად, რომელსაც უწოდებენ ერთიან ველს ან კვანტურ ველს. ჩვენ ვიწყებთ რეალობით მართვას, ჩვენ ცნობიერების დახმარებით. სხვათა შორის მას ვლინდება სუპერ უნარები. ამიტომ ისინი, ვინც პირველ ნაკადში აღმაღლდებიან, დარჩენილი დნმ-ის ძაფები სრულად აქტივირდებიან, რაც მისცემს ადამიანს საშუალებას გამოიყენოს მთელი მისი პოტენციალი და როდესაც ისინი გამოიყენებენ მთელ თავის პოტენციალს, ისინი ურთიერთმოქმედებაში შევლიან სტიქიასთან. ისინი შეძლებენ ამინდით მართვას, შეძლებენ ჭექის გამოძახებას თავისი სურვილით,
როგორც ამას აკეთებდნენ ზევსი, როგორც ამას აკეთებდა ზევსი ძველ დროში. ვარსკვლავური სულების დედამიწაზე გამოშვება დაიწყო 40-იან წლებში. ჩვენ ყველა კონტრაქტებს მოვაწერეთ ხელი. ყველა ძველი სულები არიან ცველების ალიანსის წევრები, მიუხედავად იმისა, ვიცი ჩვენეს თუ არა, გვახსოვს ჩვენეს თუ არა, ამ კონტრაქტში ეწერა, რომ ჩვენ უნდა გამოგვეცადათ სიცოცხლე სხეულში იმისთვის, რომ საკუთარი თავი მოგვიშორებინა, როდესაც მოვა დრო ჩვენი არაადამიანური უნარები, როდესაც მოვა დრო ჩვენი უნარების გასააქტიურებლად ჩვენ პასუხისმგებლობას ავიღებთ მასზე. ჩვენ ამიტომ ვიქცევით ჩვენ ამიტომ მოგვიწია ჯერ ჩვენ გამოგვესცადა თუ რა იყო ადამიანური ცხოვრება, რომ შემდეგ უკვე გვესწავლებინა ხალხისთვის კოსმოსური ევოლუცია, წამყვანი. რა შეგრძნება ქონდათ, როდესაც მიიღეთ წდომა galaktikურ ისტორიასთან, ან ისტორიებთან. მე ვიცი, რომ დედა თქვენი ადრიან ასაკიდან გეუბნებოდა თქვენ, რომ თქვენ ხართ ნაწილი არამიწიერი ჰიბრიდული პროგრამისა. 21 წელს თქვენ დაამყარეთ კავშირი თქვენ პლეიდიანელებთან. მე ვარ ამბობს პერესი. არა, პერესი კი არ ამბობს, წამყვანი აგზელებს. მე ვარ მერვე განზომილებიდან. ხო, წამყვანით ყოფილა მერვე განზომილებიდან. კუნდალინი რის დახმარებით მე მინდოდა გამეგო თუ თქვენ როგორ ღებულობთ ამ ცოდნებს. ხო, კუნდალინის დახმარებითო ამბობს წამყვანი, მე მინდოდაო გამეგო თუ როგორ ღებულობთ თქვენ ამ ცოდნებს. როგორ შეძელით თქვენ მისი ინტეგრაცია. პერესი პასუხობს. მე მოვედი ამ სამყაროში უკვე გამოხვეწებული და ამაში იყო თავისი დადებითი და უარყოფითი მხარე. 2-3 წლის ასაკში მე შემეძლო კონტაქტი მცენარეებთან, ცხოველებთან ტელეპათიის დახმარებით. მე ვცოცხლობდი უბრალოდ მე ვცდილობდი გამეგო თუ რა რეალობა იყო ეს, რომელშიც მე მოხვდი და ჩემი ახლობლები და ნათესავები ჩემ ახლობლებს და ნათესავებს ვერ გაიგო თუ რატომ ვერ შეეძლოთ მასეთი კონტაქტი. ტელეპათიის ექსპერიმენტი მე დავიწყე 4 წლის ასაკში. ტელეკინეზთან ერთად. ტელეკინეზი არის საგნების გადაადგილება ფიქრების ძალით. მე ხარში ამყავდა ერთ-ერთი ჩემი სათამაშო და ამ მომენტში შემომივარდა ჩემი ბებია. ეს კი იყო ძალიან ბებია კი იყო ძალიან მორწმუნე კათოლიკე, ხმა მორწმუნე და მან თქვა, რომ ჩემში ჩასახულია დემონი და მან მოიწვია ადგილობრივი მღვდელი. ბებია იყო შოკში. მღვდელმა დაიწყო წმინდა წყლით ჩემი დაწვეთება. მოგვიანებით მე მითხრეს, რომ ის ცდილობდა დემონის განდევნა შემგან. მე კი ვიყავი მხოლოდ 4 წლის. ამის გამო მე ვღელავდი ჩემში ჩემ უნარებს. მე ვღელავდი ჩემი უნარების გამო მე ტრამირებული ვიყავი, ამის გამო რასაც მიკეთებდნენო, რადგან მე მეგონა რომ ჩემში არ იყო დემონი. მე მაიძულებდნენ, მე ვიცოდი რომ ჩემში არ იყო დემონი, მე მაიძულებდნენ ბევრი მევრო ეკლესიაში ყოველ კვირას. ერთი საათის განმავლობაში 4 წლიდან 12 წლამდე ამის გაკეთებას მაიძულებდნენ
Ama ყველაფერმა მაიძულა ჩამეხჩო ჩემი მრავალგანზომილებიანი ცნობიერება მიახლოებით 14 წლის ასაკში ჩემი ინტერესი ისევ იზრდება მე დავიწყე კითხვა პლუტონის თავრობის თუ პლუტონის რა დავწერე აქა კარგი ამნიშნულობა სოკრატის კითხვა პიფაგორის კითხვა გამიტაცა ფილოსოფიამ 16 წლის ასაკში მე წავიკითხე ჩემი პირველი ეზოთერიკული წიგნი სახელწოდებით სინათლე საიდუმლო საზოგადოებებზე სიმართლე საზოგადოებრივ საიდუმლო წიგნს ქვია სიმართლე საიდუმლო საზოგადოებებზე და ამან გახსნა პანდორას ყუთი და თავიდან გადავეშვი ეზოთერიკის შესწავლაში და მაინც მაინტერესდა ყველაფერი რაც იყო დაკავშირებული ფარულ ცოდნასთან მე ავჯანხდი მაშინ გავიგე მე რომ რეალობა არის გამრუდებული კონსტრუქცია და მე ვიცოდი რომ მხოლოდ მე არ ვიყავი მარტო აქ მოსული და მე ვცდილობდი რომ სხვებთან მე ვიცოდი რომ სხვები არიან ისეთები როგორც მე და მალე ჩვენ გავერთიანდებით ამიტომ 11 წლიდან 19 წლამდე მე ვიყავი პანკ როკერი მე ავუჯანხდი კონსერვატიზმს რელიგიას და ყველაფერს რამაც და ავუჯანხდიო ყველაფერს რაც ამ რეალობას ეკუთვნოდა და ერთხელ 19 წლის ასაკში როდესაც მე ალკოჰოლს ვიღებდი ხოლმე მივხვდი რომ ეს ჩემი რეალობა არ იყო მე წავედი სარეაბილიტაციო ცენტრში რომ თავი დამენებებინა ლოთობაზე იქ მე გავიცანე ადამიანი მისტერ ფაში რომელიც იქ იყო მოწვეული ჩემ გამო სპეციალურად სინამდვილეში ის იყო გამოგზავნილი ბაბაჯი და საუბათი მისი მასწავლებლები ესენი იყვნენ ამ მისტერ ფაშის მასწავლებლები და მან მითხრა შენ იცი სათხარ შეხარ რჩეული რჩეულები ბევრი არის და ერთ-ერთი რჩეულებისგან ხარ შენ და ისინი აქ არიან ისინიც აქ არიან შენი ინიცირება რომ შეძლონ მე ვუთხარი მე ვუპასუხე ამ კაცს შეჩერდი შენ რაღაც შეგეშალა არაო მიპასუხა მან მე არ შემშლია შენ უნდა გასავლო მედიტაცია იმისთვის რომ შენ გაიხსენო შენი თავი აღადგინო კავშირი იმასთან ვინც იყავი მანამ სანამ ჩაიხშობდი შენ ჭეშმარიტ ცნობიერებას მან მე მასწავლა კრიო იოგა და კიდევ მან მომცა 3 დიდი ყუთი წიგნებით სავსე სულიერ თემაზე და ფიზიკაზე და მითხრა რომ როდესაც მოვადრო მე წავიკითხავდი ყველა ამ წიგნს მე დამჭირდა მიახლოებით 2 წელი რომ დამეწყო მისი
სერიოზულად აღთქმა. და 21 წლის ასაკში მე დავიწყე კრიე იოგას პრაქტიკა. და ამ ასაკში მე გადავიტანე გამოცდილება. უეცრად ყველაფერი, რასაც მე ვახჩობდი ჩემი რელიგიური აღზის გამო, ყველაფერმა ამან დაიწყო დაბრუნება. და არა მხოლოდ მე ტელეპათიურად დავიწყე ურთიერთობა ჩემ მაღალ ვერსიებთან, აი ამიტომ ვთვლი, რომ უცხოპლანეტელები არიან გამოვლინების ჩვენი საკუთარი თავებისა. ანუ ჩვენი საკუთარი თავების გამოვლინება მომავლიდან. ოღონდ მაღალ ვერსიებში. და მასე მე დავიწყე კონტაქტი ჩემ ლირიანულ მესთან. ის იყო პირველი ასპექტი, პირველი მეს ასპექტი, რომელიც გამოვლინდა 21 წლის ასაკში. მას ქვია ამკილი, რადგან ყველაფერი არსებობს ერთდროულად ყველა რეალობებში. ეს არის ჩემი მერვე განზომილებიდან. ეს ამკილი არის ჩემი მერვე განზომილებიდან. ამაზე მომიყვა არა, სახელი შემეშალა. ამ ასპექტს ნარქმევა ამალე მომიყვა იმის შესახებ, თუ რატომ გადაწყვიტა მე დედამიწაზე განვესახიერებიე. მითხრა, რომ მედიტაციის დროს ტელეპათიით შეგვიძლია კონტაქტი. მან დაიწყო მოყოლა იმის შესახებ, თუ რა არსებობდა ისტორია, რომელიც მე უნდა გამეხსნა, როდესაც მოვადრო, როდესაც კაცობრიობა იქნება მზად, ამისთვის ის იყო დაკავშირებული დედამიწის რეალურ ისტორიასთან, სხვა სამყაროებთან კონტაქტებზე, ცივილიზაციებთან კონტაქტებზე. მაშინ დავიწყე მე ჩემი წიგნის წერა, კოსმოსური წარმოშობა. მე ამ წიგნს წერდი 10 წელი, 10 წელზე მეტი, რადგან წერდი მაშინ, როდესაც ამალე მაძლევდა მე ინფორმაციას, ჩემი პიროვნების რაღაც ნაწილმა მითხრა, რომ ხალხი ჩათვლის ამას სამეცნიერო ფაქტად, ისინი არ დაიჯერებენ, რომ არსებობენ სხვა განზომილებები, მეცნიერებაში არის ბევრი შეზღუდვები, რომლებიც არ გვაძლევენ საშუალებას სიმართლე თქვათ. ამალიმ იმ ასპექტის სახელია, შეგახსენებთ. ამალი კი მეუბნებოდა დამიჯერეო. რასაც მე გეუბნები, დამიჯერეო. კოლექტიური ცნობიერება მიაღწევს იმ დონებს, როდესაც მიიღებენ ამ ინფორმაციას. ასე რომ მე 10 წელი ველოდები ამ წიგნის გამოქვეყნებას. უკვე გამოქვეყნებულია, მიდად გითხრათ. იმის შემდეგ, როდესაც ის ელოდებოდა 10 წელი, იმის შემდეგ, როდესაც მე დავწერე ხელნაწერი, კიდევ 4 წელი დამჭირდა კრიტიკული წერტილამდე, როდესაც კოლექტიური ცნობიერება იყო მზად ამ ჩემი ინფორმაციის აღთქმისთვის. სკოლაში მე მასწავლებლები თვლიდნენ სულელად, მეოცნებად, მე ვიყავი მუნჯი, მე ვისწავლე ლაპარაკი 4-5 წლის ასაკში, ამიტომ მათ ეგონათ, რომ მე მქონდა აუტიზმი. იმის გამო, რომ მე
ვეკონტაქტებოდი მცენარეებს და ცხოველებს, მათ ეგონათ, რომ მე მქონდა პიროვნების გაყოფა. დღეს ამას უწოდებენ შიზოფრენიას. პიროვნების გაყოფას დღეს უწოდებენ შიზოფრენიას. მათ არ ესმოდათ, რომ ჩემი მდგომარეობა როგორი იყო. არ ესმოდათ ჩემი. სიკვდილის წინ დედა მეუბნებოდა, რომ მე ვიყავი უცხოპლანეტელების პროგრამის ნაწილი შეჯვარედინების მხრივ, ანუ ვიყავი ჰიბრიდიო, ისინი მე მიტაცებდნენ რაღაცეების არა, ისინი მე მიმატებდნენ რაღაცებს, როდესაც ჩემზე ფეხზიმეთ იყო დედა, ანუ ფეხზიმე ქალს რაღაც წამლებს, ფეხზიმე ქალის ორგანიზმში შეყავდა რაღაც წამლები, რომ შეეცვალათ ისმაილ პერესის სხეული. რაღაც გენეტიკული მასალების ექსპერიმენტების დასამთავრებლად. დედა მეუბნებოდა, რომ მე დავიბადე მაღალი ინტელექტით, მაგრამ შენ ვერ შეძლებო რამის გაკეთებას შენი ხელებითო. შენ ვერ შეძლებო ნივთების გარემონტებას, მაგრამ შენ გექნებაო ეს მაღალი ინტელექტი. დედა მითხრა, მოვაო დრო და შენ გაიგებო რატომ შექმნესო და რატომ შექმნესო შენისწანები. დედა მითხრა, მხოლოდ შენ არ ხარ მასეთი, არიან სხვებიც, ვინც მონაწილეობდნენ ჰიბრიდულ პროგრამებში და შენ და სხვები გაერთიანდებით და დადგებით ძალად, რომელსაც გაუსწორებენ ანგარიშს. მან მითხრა, რომ ეს პროგრამა დაკავშირებულია ბოლო ომთან, ხელოვნურ ინტელექტთან. ანუ იმ 1000 წლეულის ბოლოს ომი რო იქნება, ალბათ პერესის ასპექტიც მიიღებს იქ მონაწილეობას. მე დამჭირდა წლები იმისთვის, რომ გამეგო, რაც გულისხმობდა დედა და მინდა ვუთხრა ჩემნაირებს, რომ თქვენ ხართ ჩეულები, რომლებსაც წერია ბიბლიოთეკაში. ჩვენ ვართ მომსახურე პერსონალი. ამ ამბის გაგებაში ამ ამბის გაგება უდრიდაო ჩემთვის სულთა ჰაერის ჩასუნთქვას. ყველაფერი დაიწყო, როდესაც მე დავიწყე მზადისი წიგნის გამოქვეყნებისთვის. მე ხომ ვიცოდი, რომ იყვნენ ჩემნაირები და თავს ვიკავებდი იმის გამო, რომ არ გამოსულიყავი სოციალურ ქსელებში, ანუ სოციალურ ქსელებსო ვარიდებდიო თავს. ჩემმა პარტნიორმა, რომელიც მე მეხმარებოდა წიგნის გამოქვეყნებაში, მითხრა, რომ თუ მინდა ჩემზე განვაცხადო, უნდა გამოჩდე სახალხოდ. სადღაც 2017-2018 წლებში მე მეშინოდა სოციალური ქსელებისა. მე ვიცოდი, რომ ისინი იყენებდნენ სოციალურ ქსელებს ჩვენ საკონტროლოდ და ჯაშუშობისთვის. ანუ თვალს გვადევნებდნენო ჩვენ. იგივე ЦРУ, იგივე სხვა სააგენტოები ისმაილის ნაირ პიროვნებებს ადევნებდნენ თვალს და ისმაილმა ეს იცოდა და ამიტომ არ უნდოდა ქსელში გამოჩენა. მე მთელი ცხოვრება მეშინოდა საჯარო გამოსვლის. და ერთხელ მე გავხსენი ინსტაგრამი და აქედან დაიწყო ყველაფერი. ეს მოხდა 2020 წელს და დავიწყე მოკლე ვიდეოების გამოქვეყნება უცხო პლანეტელებზე, გახსნაზე. მე წარმოდგენაც კი არ მქონდა, რომ 2020 წელს ამდენი ხალხი იყო დაინტერესებული ამ ინფორმაციით და ვიღებდი დადებით კომენტარებს.
როდესაც ვარსკვლავური დანარჩენი ბავშვები გავიცანი, მე გაუგნებული ვიყავი ამის შესახებ მართლებდა დედაჩემი. შემდეგ თანდათანობით დავიწყე სხვა პლატფორმების გახსნა, ვიყავი და ხშირად შემოვდივდი YouTube-ზე. 2022 წელს ჩემი წიგნი გახდა ბესტსელერი. მე ვიძლიოდი 3-4 ინტერვიუს დღეში და ვიყავი ძალიან დაკავებული. ეს იყო 2023 წელი. შემდეგ კი გალაქტიკურმა ალიანსმა, სამყაროს ფედერაციამ შემატყობინა, რომ ეს მოხდებოდა. მათ მითხრეს, რომ ისმალ, როდესაც შენი წიგნი გამოვა, გამოიწვევს ფურორს და შენ ამისთვის უნდა იყო მზად. შენ გარშემო იქნებიან ხალხი, რომლებიც შენ ასლს ეთანხმებიან და ეთანხმებიან შენ ასლს, მაშინ იქნებიან ისეთებიც, ვინც კრიტიკას დაუწყებს შენ ასლს. შენ უნდა იყო მორალურად ძლიერი, რადგან აღმოჩნდები ყურადღების ცენტრში. წამყვანი ეკითხება, ახლა ბევრს ლაპარაკობენ ამ უფრქვევაზე, რომელიც დაკავშირებულია კატალიზატორთან. პერესი პასუხობს, სიტყვა აღმავლობა ნიშნავს რეინტეგრაციას. ჩვენ ვახდენთ რეინტეგრაციას და ვუერთებით ჩვენ მაღალ ვერსიებს ჩვენი საკუთარი თავის მეებთან, რომლებიც ვართ უფრო მაღალ ვერსიებში, უფრო მაღალ განზომილებებში. მეხუთე განზომილების რეალობა არ არის ბოლო მიზანი. ბოლო მიზანია მე-12 განზომილება. მე-12 განზომილება არის მე-12 განზომილების შემდეგ არის მარადისობა იმისთვის, ვინც გადავა მე-5 განზომილებაში. მე-5 განზომილების რეალობაში ის იარსებებს. შემდეგაც ჩვენი ამაღლება გაგრძელდება სუპერსულამდე. ეს სუპერსული იტევს ყველა თქვენ ცხოვრებას, ყველა თქვენ მეს რეინტეგრაციის დროს მე-12 განზომილებაში, როდესაც ჩვენ მივახცეთ მე-12 განზომილებას, გავხდებით საერთო ერთიან არსებად. პირველები, რომლებიც მიიღებენ განთავისუფლებას, იქნებიან ისინი, რომლებიც ჩაატარებენ შიდა მუშაობას, ისინი, რომლებიც განთავისუფლებიან ყველა წამისაგან, რომ გახდნენ გამცილებლები, მათი სინათლის სხეულები ისევ დაიწყებენ აქტივირებას. სინათლის სხეული ახლა გახდება გამცილებელი, რომელიც გადაადგილდება სხვადასხვა რეალობებს შორის. ზუსტად მასე შეუძლია გადაადგილდეს ის სინათლის სიჩქარით, მას შეუძლია იმოგზაუროს როგორც ელექტრონული წერილი იგზავნება და ისე მატერიალიზაცია მოახდინოს თავისი თავის. ეს არის იგივე ტელეპათია, როდესაც ეს მოხდება. ეს არის იგივე ტელეპორტაცია, როდესაც ეს მოხდება, ისინი მიიღებენ ცნობას სრულ მეხსიერებაზე. მათ ეცოდინება ზუსტად როგორ უნდა მოიქცნენ. ჩვენ ყველა ვართ ამ რეალობებიდან. უბრალოდ ვართ განსახიერების პროცესში. ჩვენ ყველამ გადავწყვიტეთ, დაგვივიწყებინათ იმისთვის, რომ
დავიმონოთ ჩვენი თავი. ჩვენ რომ ვცოდნოდა რომ ჩვენ ვართ მრავალგანზომილებიანი არსებები და ნებით მოსულები, მეხსიერებასთან ერთად ჩვენ არ დავემორჩილებოდით მდგომარეობას, ჩვენ გახდებოდით ამპარტავნები, ჩვენი ეგო გაიბერებოდა ჩვენ ზევიდან გადმოყურებდეთ იქნებოდა დედამიწელებს, ამიტომ ჩვენ უნდა დაგვივიწყებოდა ჩვენი ვინ ვიყავით და გაგვეგო როგორი იყო დედამიწელების უბრალოდ გვეწნია თუ როგორი იყო დედამიწელების ცხოვრება. ამისთვის რომელიც დედამიწის დანარჩენი ჯაჭვის გააქტიურების შემდეგ შეგვეძლო ჩვენ უნარები გამოგვეყენებინა სასიკეთოდ და არ უნდა გავიმეოროთ წარსულის შესწავლები. ჩვენ არ გვინდათ ვიყოთ ანუნაკებივით. ანუნაკები არიან მეორე ტიპის ცივილიზაცია. ისინი მიემგზავრებიან ზუსტად განვითარებულ სამყაროებში იმისთვის თითქოს დაეხმარონ მათ სწორი განვითარებული გზა აირჩიონ. მათ დაავალეს გენეტიკურად დაპროგრამირებული განვითარება ან პრიმიტიული მათ ამ ანუნაკებს დაავალესო გენეტიკურად დაპროგრამირება თითქოს და განვითარება ამ პრიმიტიული სამყაროებისა, რომლებიც ახალი შექმნილია და ახალგაზრდები განვითარების საწყის ეტაპზე დგან არიან, ამიტომ წარსულში ისინი არ გვაძლევდნენ ჩვენ საშუალებას განვითარებისა. ჩვენ უკვე გვქონდა 12 ძაფიანი დნმ და მათ ეს იცოდნენ, ისინი ხედავდნენ ჩვენში საშიშროებას, ამიტომ ანუნაკებმა რეიტინგი დაწიეს ჩვენი დნმ-ისა, ჩვენი ორგანიზმისა და ჩვენ galaktikuri ადამიანები გავხადენ ადამიანები მუტანტები. ბოლო 10,000 წლების galaktikისთვის ჩვენ ვიქებოდით მუტანტებად. წამყვანი და როდესაც ჩვენ ლაპარაკობთ შერეულ მაპატიეთ წამყვანი ეკითხება პერეს, როდესაც ჩვენ ლაპარაკობთ შუმერულ ტაბულებზე, ენკისზე და ენილზე, აგრეთვე გენეტიკურ ექსპერიმენტებზე, რომლებიც მოხდა ჩვენ დნმ-ში, ჩვენ ვიხსენებთ მათ და თანახმა თუ არა კაცობრიობა გაივლო ეს დაქვეითება. თანახმა იყო თუ არა კაცობრიობა გაივლო ეს დაქვეითება. პერესი პასუხობს: მე მჯერა ეს ერთიც და მეორეც არის ანუნაკების ოპერირებიდან გამომდინარე 11 ძაფით და მათ იცოდნენ რომ მოვა დრო და ჩვენ გამოვიყენებდით ყველა ძაფს და მათ ვაჯობებდით. მე გონია მაღალ რეალობებში ნება დართულია ყველაფერი საჭირო მიზეზით ლუციფერის დაცემაც კი გადაცება, რომელიც არის მე-12 ან მე-11 არქეტიპების დნმ იმისთვის რომ ხელი შეუწყონ პოლარობას და დუალობას, რადგან მაღალი წერტილის თვალსაზრისით ეს მართლა ხდება ევოლუციას და მთლიანობაში კოსმოსის განვითარება ხდება, რადგან მას სჭირდება საქმეს, ამის გარეშე კოსმოსი არ გაფართოვდება, მასაც 18 ციკლურობა აქვს კოსმოს
იგულისხმება კოსმოსი, კოსმოსაც ქონია 18 ციკლის პერიოდი, კვანტური ფიზიკის ახალი მონაცემების თანახმად ჩვენ ვარსებობთ სისტემაში უკანა კავშირში სამყაროსთან. სამყარო ფართოვდება, იმიტომ რომ ფართოვდება ჩვენი აღთქმა სამყაროსი, სამყაროს შემდგომი აღთქმა ჩვენ გამოცდილებას ღებულობთ ამდაგვარად, როდესაც ჩვენ ღებულობთ რეალობას პრიზმის მეშვეობით, ჩვენ ვიღებთ გადაწყვეტილებას და შეგვაქვს თავისი წილის საერთო გაფართოებაში წამყვანი. ეკითხება, იცით, როდის ჩაფიქრდი ლირა და ორიონის ომის შესახებ, როდესაც ვისაუბრეთ ამაზე დღეს, ადრე არ გვილაპარაკია და დაისმის შეკითხვა, ხომ შეიძლება ჩვენ განგვივითარდეს პოსტტრაუმული სტრესი. და როდესაც ჩვენ დავიწყებთ ამ ფრაგმენტების გახსენებას, ჩვენთვის ეს რთული არ იქნება? ჩვენს ხელში, ჩვენი დნმ-ში, ჩვენ უჯრედულ სტრუქტურაში რა ხდება? ინფორმაცია უფრო რთულ პერიოდში, როდესაც მოხდება, როდესაც ჩვენ ამ ინფორმაციას გავიგებთ, რა მოხდება? როგორ მოვერიოთ პოსტ-ტრავმატულ სტრესს, აშლილობას, რომელიც შეიძლება გაჩნდეს ჩვენი მოგონებების დაბრუნების დროს. პელესი პასუხობს. გალაქტიკა, ცივილიზაციის წარმომადგენლები გალაქტიკამ, ცივილიზაციის წარმომადგენლებმა მე შემატყობინეს, რომ როდესაც ჩვენ სამუშაოს ჩავატარებთ ახლა და აქ, როდესაც ჩვენ გარდაქმნით ყველა კარმიულ მარყუშებს, მათ შორის ჩვენი წინაპრებისა და არა მხოლოდ ჩვენი, მაგრამ გარდაქმნიან ნეგატიურ მარყურებს, რომელიც ჩვენ მივიღეთ მემკვიდრეობით, ანუ განეიტრალებენო ჩვენი პრინციპებით, ჩვენ წმიდავთ ყველაფერ ამას. სამუშაო, რომელსაც ჩვენ ვაკეთებთ აქ, გვაძლევს საშუალებას გარდავქმნათ ყველაფერი და როდესაც ამას ყველაფერს გარდავქმნით, ჩვენ გავიგებთ თუ რა მოხდა იმ დროს. უცებ ჩვენ ვიხსენებთ დრაკონებს, როგორც დაგვესწრენ თავს ჩვენ პლანეტას, დაგვამონეს ჩვენ ან საფრთხეს შეუქმნეს იმათ, ვინც მოხდა ჩვენ այս სიტუაციაში. ან ჩვენ ვიხსენებთ, რომ ჩვენ გადავიტანეთ ჰოლოკოსტი. ანუ ვინ დაგვესხაო თავს, ვინ მოახდინა ოკუპაცია, ჩვენ ამას ყველაფერს გავიხსენებთო. ჩვენ ამ ყველაფერს კურნავთ, როდესაც კურნავთ ჩვენ თავს აქ,
როდესაც ჩვენ მკურნათ ჩვენ საგვარეულო ხაზს აქ მკურნათ ყველაფერს რაც დაკავშირებულია galaktikastan და ეს ყველაფერი ურთიერთ დაკავშირებულია. მე მითხრეს რომ რამდენიმე galaktikuri სამყაროები დაიღუპა galaktikuri ომების დროს და მოხდება ამ სამყაროების დაღუპული სამყაროების აღდგენა რომ მოვა ამის დრო. ჩვენ აქ კიდევ იმისთვის მოვედით რომ შევთვალოთ წარსული. ერთ-ერთი აღმოჩენა რომელიც მე გავაკეთე, როდესაც ჩავეძიე კვანტურ ფიზიკაში, იმაში შედგება რომ დრო არა მხოლოდ არსება, სულ ჩვენ შეგვიძლია შევთვალოთ წარსული, ან განკურნოთ, ან შექმნათ სხვა სცენარი, ანუ ნეიტრალიზაცია გავუკეთოთ წარსულ ხაზებს და გადავაკეთოთ ისე, რომ არ იქონიოს ზემოქმედება, ზეგავლენა ჩვენზე, ჩვენ მომავალზე. თუ აქვს ამას აზრი, რადგან მომავალი მოძრაობს არა მარტო მარჯვნიდან მარცხნივ, არამედ მარცხნიდან მარჯვნივაც. როდესაც ჩვენ სრულად უღმავდებით ახლანდელ მომენტს, ჩვენ შეგვიძლია გავაუქმოთ ნეგატიური სცენარები და გადავწეროთ ისინი ისე, რომ თითქოს ისინი არასდროს არ იყო. არ არსებობდა ეს ნეგატიური სცენარები. მასე მითხრესო, წამყვანი ეკითხება, რას ელოდებით ყველაზე მეტად მე-7 ოქროს ხაზიდან? თქვენ ამის შესახებ ამბობდით დასაწყისში. პერესი პასუხობს, ყველაფერი ვარსკვლავურ ხო, ესე იგი, ვარსკვლავურ ბავშვებს ევალებათო დედამიწაზე ზრუნვა, მაგრამ რადგან დედამიწა ისევ აღმოჩნდა გახლეჩვის ცენტრში, ჩვენზე დაიდება პასუხის გებლობა მილიონ სამყაროებზე. მე მითხრეს რომ ჩვენ გავხდებით სამყაროს ახალი დამცველები და ამას ველოდები მე. galaktikurმა სამყარომ ცივილიზაციებმა თანხმობა მისცეს იმას, რომ დედამიწა გახდეს ისევ მყარებელი galaktikuri ცივილიზაციისა ეს საბეჭდილება შეიქმნა აღმავლობის შემდეგ. ეს მდგომარეობა შეიქმნება აღმავლობის შემდეგ, როდესაც აღვადგენთ ჩვენ სტატუსს. წამყვანი ეკითხება, თქვენი სიტყვით როგორ ახსნით, ვინ არიან ვარსკვლავური ბავშვები? პერესი, ისინი არიან განვითარებული სულები, რომლებიც განსახიერებდნენ მაღალი რეალობებიდან, მათ ზოგი უწოდებს ანგელოზებს, ჩვენ მართლა ანგელოზები ვართ, რადგან ვართ მაღალი დონის პლანეტებიდან. და
მაგათმა უნდა შეასრულონ თავისი დავალება. всё, დამთავრდა ეს მეორე ნაწილიც. მადლობთ ყურადღებისთვის, დროებით.